ბათუმში 103 საარჩევნო უბანზე 132,000-ზე მეტი ამომრჩეველია რეგისტრირებული. ბათუმელებს პირდაპირ წესით არჩევანის გაკეთება 11 მერობის კანდიდატს შორის შეეძლო. პროპორციული სიით არჩევნებში 17 პოლიტიკური პარტიის 649 წევრი მონაწილეობდა. ხმების მოსაპოვებლად 119 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იბრძოდა. 15 საათის მონაცემებით ბათუმში რეგისტრირებული ამომრჩევლებიდან არჩევნებში მონაწილეობა 31,546-მა ამომრჩეველმა მიიღო, რაც საერთო რაოდენობის 23%-ია. 17 საათისათვის კი ბათუმში ამომრჩეველთა აქტივობა 24%-მდე გაიზარდა, რაც 38,100 ამომრჩეველს გულისხმობს. 79 ოლქისა და ამავე ოლქზე მიმაგრებული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების თქმით, დღის 5 საათისათვის ბათუმში ამომრჩეველთა აქტივობა დაბალი იყო. მონაცემებით ბათუმში მონაწილეობა მიიღო 38,100 ამომრჩეველმა. ეს არის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 28,8%, ესე იგი აქტივობა არის საკმაოდ დაბალი. ძალიან დაბალია ამ შემთხვევაში, ვინაიდან საერთო ამომრჩეველი გვყავს ჩვენ 132,277 და ნახევარი მაინც უნდა მოსულიყო. უბნებზე სიტუაცია კი მობილიზაცია სრული, საოლქო საარჩევნო კომისიამ ისე იბრძოლა, რომ იქ ყოფილიყო ყველაფერი მოწესრიგებული, მაგრამ ერთი ფაქტორია აქვს, ამომრჩევლის მიუსვლელობა უბნებზე. არის რაღაც გარკვეული შენიშვნები, დადგება მაგის დროც და ყველა მათგანს ლოგიკური პასუხი გაეცემა. და შეხება აქტიურობას. ჩვენი პროგნოზი მათ შორის მართლდება და ვფიქრობ, რომ 24%-მდე ამომრჩეველის მოსვლა საარჩევნო უბნებზე ეს დაბალი აქტიურობა.